ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ირაკლი კობახიძე მონაწილეობს პანელურ დისკუსიაში, რომლის სახელწოდებაა პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში. საქართველოს სარობის მეთაურთან ერთად დისკუსიის მონაწილეები არიან მონტენეგროს პრეზიდენტი, მოლდოვას და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი. წლევანდელი თემაა დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში. პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განეხილავენ და მსჯელობენ კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებზე. ანტალიასა მირიან გორგოძეს ჩართოთ ახლა პირდაპირ ეთერში. მირიან, უფრო დეტალურად გვითხარი, რა ხდება ფორუმზე და როდის დაიწყება პრემიერის სიტყვით გამოსვლა. დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში, სწორედ ამ სახელწოდებით იმართება ანტალიაში დიპლომატიის ფორუმი და ჩვენს მსგავსად ამ ფორუმში მონაწილეობს მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან, ასევე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის მონაწილეები არიან მსოფლიო ლიდერები, ზოგადად პოლიტიკოსები, მეცნიერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში იმშელებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, თუ რა არის თანამედროვე სამყაროში და დღეს არსებულ მსოფლიოში ვითარებაში დიპლომატიის წინაშე არსებული გამოწვევები, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები, როგორ უნდა გაძლიერდეს ზოგადად დიპლომატიის როლი და როგორ უნდა მოხდეს დიპლომატიის ჩართულობით მსოფლიოში არსებული სხვადასხვა კონფლიქტის მოგვარება. ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უკვე იმყოფება ანტალიაში საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე, აქ არის ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრემიერ-მინისტრმა აღსანიშნავია, რომ დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელში უკვე მიიღო მონაწილეობა. პანელის სახელწოდებაა პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში და ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მონტენეგროს პრეზიდენტთან, ასევე მოლდოვისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებთან და ხორვატიის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს შესახებ. ბუნებრივია და მან ყურადღება გაამახვილა, რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავება რეგიონში არსებულ ქვეყნებთან და ზოგადად მსოფლიოში. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მართალი არის პატარა ქვეყანა, თუმცა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვნად გეოგრაფიულად სტრატეგიული მდებარეობა აქვს საქართველოს და არის ერთგვარი დამაკავშირებელი კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს მოიმოქმედებს და ყველა ნაბის გადადგამს იმისათვის, რომ ერთგვარი, ასე ვთქვათ, დაკავშირებადობის ფუნქციის როლი და რეგიონში მშვიდობიანი მოლაპარაკების როლი გაიზარდოს. სანდო მეგობარია და სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსთვის თურქეთი და მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს თურქ მეგობრებს ძალიან თბილი მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ აი ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ვარ. როდესაც საუბარია მულტიპოლარულობაზე, რა თქმა უნდა, ეს დიდი გამოწვევაა ყველა ჩვენსგანისთვის. ამავდროულად, როცა საუბარია მულტიპოლარულ სამყაროზე, ეს შესაძლებლობებსაც გულისხმობს ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის პატარა ქვეყნისთვის, საქართველოს მსგავს ქვეყნისთვის და ეს ძალიან კომპლექსური და რთული სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მე მიმაჩნია, რომ აი ეს განზომილება გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები განვაღრმავოთ პარტნიორებთან. საქართველოს პატარა ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მთელ პაკეტზე 50-მდე ქვეყანასთან და რეგიონთან, ევროკავშირთან, მათ შორის DCT-ს ქვეყნებთან, არაბთა
გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთანაც. საქართველოს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შესაბამისად ყოველთვის ასე იყო და აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთ აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით. და აი ამ ფუნქციის აღდგენა მაქსიმალურად უნდა მოხდეს. ამის ერთადერთი საშუალება არის ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავება მთელს მსოფლიოსთან. ამიტომ ეს არის ჩვენი ხედვა. ასევე უვიზო მიმოსვლა გვაქვს 50 ქვეყანასთან მსოფლიოში. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტნიორობაც სხვადასხვა ქვეყანასთან. იგივე ხედვა გვაქვს რეგიონში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და არსებული კონფლიქტებიც არის რეგიონში სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამას აფასებს, ჩვენს პოზიტიურ როლს აფასებს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით 20% ჩვენი ტერიტორიისა არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა მუშაობს ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის ქვეყანაწინ. თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 2001 წლამდე მოყოლებული 9.4%-ია, რაც არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ კონცენტრირებას ყურადღების და ღრმავდება მშვიდობის ფორმატი მთელს რეგიონში. დიახ, პრემიერ-მინისტრის განცხადებით ასევე იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასთან. მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საშუალოდ არის 9%-იანი მაჩვენებელი და მისი განმარტებით ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა კვლავ აქტიურად მუშაობს. ასევე ირაკლი ყობახიძის განმარტებით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდეს და ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და არის ამ მიმართულებით დაგეგმილი, ასე ვთქვათ, უახლოეს მომავალში კიდევ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა, რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები და კურსი, რა თქმა უნდა, უცვლელია, როგორც აქამდე იყო და საქართველოს მთავარი საგარეო პრიორიტეტია, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. მართალია, ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევები არსებობს, როგორც ირაკლი ყობახიძემ განაცხადა, თუმცა მისივე შეფასებით საქართველოს ამ შემთხვევაში მხოლოდ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და არ გადაუხვევს საგარეო კურსს და ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ამავე დროს ქვეყნის მთავრობის მეთაურის შეფასებით გააგრძელებს მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას. რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ სფეროში, ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, უკრაინაში განსაკუთრებით, ინტეგრაციის გზა, საქართველოს ინტეგრაციის გზა იქნება უფრო ინტენსიურად განხორციელებული. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ.
მთავარი არის მშვიდობა განვითარებისთვის, სწორი ურთიერთობებისთვის სხვადასხვა ქვეყანას შორის, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მშვიდობის გაძლიერებაზე ჩვენს რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ ამას თურქეთთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც ასევე სამშვიდობო ხედვის მქონე ქვეყანაა. აქაც სამომავლოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სამშვიდობო ხედვას განვახორციელებთ და აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც დაკავშირებადობის უნარს კიდევ უფრო გააძლიერებს და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მშვიდობა, კეთილდღეობა არის ის აქცენტი, რაზეც აქცენტები ყველამ უნდა გავაკეთოთ. დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში, როგორც უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ, სწორედ ამ სახელწოდებით იმართება ანტალიაში ფორუმი და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება ეს ფორუმი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ფორუმის მონაწილეები არიან მსოფლიოს ლიდერები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, სამოქალაქო და საზოგადოების და ასევე მედიის წარმომადგენლები. მადლობა მირიან გორგოძე გორცობოდა თურქეთიდან პირდაპირ ეთერში. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები დღეს აფრასიძეებისა და ბუტა რობაქიძის საქმეებს განიხილავენ. ამ წუთებში კომისიას სოსო რობაქიძეს უსმეს. ხდომაზე დაბარებულები არიან ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე, თუმცა ისინი პარლამენტში მისვლას არ აპირებენ. პარლამენტიდან გვაქვს ახლა პირდაპირ ჩართვა. კესო ქაფიენზე მოგვიყვება დეტალებს, გისმენთ კესო. ამ წუთებში უსმენენ ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს, რომელიც 2004 წლის 24 ნოემბერს გიორგობა ღამეს წერტლის გამზირზე ჩატარებული ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს და საუბრობს, როგორც სოსო რობაქიძე ამბობს, ბუტა რობაქიძე არ ემსხვერპლა შემთხვევით ტყვიას და ის განზრახ გასროლით იქნა მოკლული ერთ-ერთი პოლიციელის მხრიდან. ის ასევე საუბრობს, რომ ბუტა რობაქიძე გასროლიდან 35 წუთის განმავლობაში იყო ცოცხალი და სასწრაფო სამედიცინო საშუალების ბრიგადას არ მიეცა მისთვის პირველადი დახმარების გაწევის საშუალება, არ მისცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი და გურამ დონაძე ეს გვარები კიდევ ერთხელ დასახელდა საგამოძიებო კომისიაზე, როგორც ბუტა რობაქიძის საქმის მთავარი ფიგურანტები. აშალეიშვილმა აიგწერია პირდაპირ ბუტაზე, რომ ბანდიტს ვესროლე და ლიკვიდაცია გაუკეთე. დაეცა ზურგით, სიძაბდილეში აგერამა ხეხლა მე როგორ ესრულის ბაშალეიშვილი ბუტას. ოღონდ ეს არის გაყალბებული, სროლა, რაც სროლის დროს არის დადებული, რომ ესროლა, მერე არის საათახევრის მერე ის იარაღების დადება, ეს ამერიკაში აჩიკო გვილაშვილის დროს გაიგზავნა ექსპერტიზაზე და ჩამოვიდა დღესაც პროკურატურას. ეგა ჩამოვიდა, რომ 8 თვის შემდეგ, რომ ეს არის სტუდიაში დამონტაჟებული. ბაშალეიშვილმა იფიქრა, რომ სიტყვით თქვა მიდიოდა, ამას ვერ ერეოდა და რა ქვია, ამ დროს ბუტა დევს ხელაწეული მანქანაზე უდევს ხელები, გაანეიტრალა, მოკლა, ცვირით არის დაცემული. 35 წუთი ბავშვი იყო ცოცხალი, თვლის გატეხილი ჰქონდა და შუბლიც. სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი, ადეიშვილიც იმ წუთში გააფრთხილა. ყველა იმგო ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერია. უთხრებ 2 წელი შემდეგ დაიჭირეს ბაშალეიშვილი. დაუძახეს და უთხრეს, შენ თუ არ დაწერე ხარ რომ გამივარდა, შენ მიდიხარ 15-დან 20 წლამდე, ჩვენ ყველა ვიღუპებით. 2 წელი კაცი პოლიციაში მუშაობდა, რომელმაც განზრახესროლა და მოკლა. ეს რაც გავარდნა წერი, ეს არის ნაცების გაყალბებული გამოძიება 2006 წელს დონაძის, მიქაძის და ეხლა მიდის ადეიშვილის და ოქრუაშვილის. აქაც დაზარალებული მე ვარ. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ სანდრო საქმე და ბუტა საქმე სასამართლოში მიდიოდა ერთდროულად. ერთ დღეს ერთის რო იყო შეცვალა კანონი. თუ პოლიციელი ჩვენებას გადათქვამდა არ მიუჯიდნენ არაფერს. ბაშალეიშვილი ბუტა რომ მოკლა, როგორც კი გამოვიდა ციხიდან, ვანო მერაბიშვილმა აღადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ოქრუაშვილმა რაც გააკეთა, ეს ყველა მიცის, მე მეუნება სასამართლოში ოქრუაშვილი რომ სოსო ხო იცი შენი შვილის მკვლელი და მოგცე მაგერ იარაღს და მოკალიო მეუნება. ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში ამ დროს. და ირაკლი ოქრუაშვილი იყო მოწმედ და იქ გითხრათ, რომ იარაღს მოგცემ და შენ თვითონ
დღევანდელი საგამოძიებო კომისიის ხდომა უნდა დაწყებულიყო 10 საათზე და პირველი პირი, ვისთვისაც უნდა მოესმინა კომისიას, იყო გიორგი ვაშაძე, თუმცა ის არ გამოცხადდა კომისიის ხდომაზე, მან სოციალური ქსელის მეშვეობით აცნო საზოგადოებას, რომ ის არ აპირებდა კომისიაზე მოსვლას, დაახლოებით საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო კომისია და კომისიის პირველ ნაწილში თია წულუკიანმა ისაუბრა იმაზე, რომ გიორგი ვაშაძემ თავისი გონურული ვადა არ გამოიყენა კომისიაზე გამოცხადებისთვის და სწორედ ამიტომ კომისია მიმართავს პროკურატურას მისი საქმის გამოძიებისთვის. საუბარია 349 სისხლის სამართლის 349 მუხლზე, რაც გულისხმობს კომისიის დაუმორჩილებლობას, ის ითვალისწინებს 1 წლის თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას. ასევე დღეს კომისიაზე დაბარებულია ნიკანორ მელია, რომელიც როგორც ჩვენთვის ცნობილია არ აპირებს გამოცხადებას, თუმცა მაინც ელოდებიან კომისიის წევრები მის აქ მოსვლას. მე შეგახსენებთ, რომ კომისია არა მხოლოდ 2003-2012 წლებში არსებულ ვითარებას, არამედ 2012 წლიდან დღემდე ქვეყნის შიგნით და გარე პოლიტიკურ პროცესებსაც განიხილავს. პირველი პირი, ვინც ახსნა-განმარტებისთვის გახვდათ დაბარებული კომისიის წინაშე, იყო ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც 10 საათზე იყო მოწვეული, არ გამოცხადდა დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მან იცოდა, რომ დაბარებული იყო კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ საათზე, მაგრამ როგორც ვხედავთ, საათნახევარია გასული და ის არ მობრძანებულა. შესაბამისად, ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რომ გიორგი ვაშაძის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. ასევე დღეს ხდომაზე დაბარებულია ბატონი ნიკა მელია და მე მას მოვუწოდებ, რომ მობრძანდეს სხდომაზე, რის წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს იგივე გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც სულ ახლახან მივიღეთ ბატონი გიორგი ვაშაძის შემთხვევაში. კომისია ამ წუთებში ბუტარობაქიძის საქმეს განიხილავს, თუმცა კიდევ ერთი საკითხი აქვს კომისიას დღეს განსახილველი ადამიანის სიცოცხლის უფლების შელახვის კიდევ ერთ ფაქტზე. აფრასიძეების ოჯახის საქმეს განიხილავს მოგვიანებით საგამოძიებო კომისია, რომელზეც აფრასიძეების ოჯახიდან იქნებიან წარმოდგენილი დოდო აფრასიძე, გიორგი და ლილე აფრასიძეები. მადლობა, კესო კაფეენძე გორცობოდა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. ისევ პოლიტიკური შეფასებების თემა 9 აპრილის მემორიალთან გამართული აქცია. განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე NGO-s მხრიდან ძალადობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკვე მეორე დღეა მათი დონორები ამ თავდასხმას არ ემიჯნებიან. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც. ლელა ჯავახიშვილი გაგვაცნობს გამოხმაურებებს, ის კურიეს უერთდება. ლელა, გისმენთ. რატომ არ გამოხატავენ პოზიციებს დიპლომატიური მისიები 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით? პარლამენტის თავმჯდომარე დაპირისპირების პროვოცირებაზე პასუხისმგებლობას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ დონორებს აკისრებს, რომლებიც მისი განცხადებით აქციის ორგანიზატორები იყვნენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ძალადობრივ პროცესებს ისინი უკვე მეორე დღეა არც გმობენ და არც ემიჯნებიან. ორი დღე გავიდა, რაც რამდენიმე NGO-მ ამაზრზენი ძალადობის აქტი ჩაიდინა რუსთაველის გამზირზე. ზიზღით ალესილიანით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაიღობდნენ 9 აპრილის მონაწილეებს. მათ, ვისაც ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურდა. მეორე დღეა, რაც ამ NGO-ების დონორებმა ფეხქვეშ გათელეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღე. მეორე დღეა ისინი პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არცვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ, ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. პაპუაშვილის განცხადებას ოპოზიცია პარტნიორებზე თავდასხმას უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები არ უარყოფენ, რომ 9 აპრილს პარლამენტის წინ თავადაც იდგნენ, თუმცა უარყოფენ იმას, რომ ეს აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებული იყო და რომ მემორიალთან მათ შორის 9 აპრილის ზოგიერთი მონაწილე არ მიუშვეს. ის ვიდექით ჩვენ პარტიული ეს პოლიტიკოსებიც იყვნენ, პოლიტიკური ტყვეების ოჯახის წევრები იყვნენ, რაშუაში არასამთავრობო ორგანიზაციები მართლობდნენ. ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაზე ნაკლებად უცვიხილია, ალბათ მაინც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. მოიყოს უცხადნენ არა 9 აპრილის მონაწილეებს, პირიქით 9 აპრილის მონაწილე თუ არ მიუშვეს, ხო ძალიან სამწუხარო, რომ არ მიხილავს ეს ფაქტები.
მინდა მადლობა უთხრა ჩვენ პარტნიორი ქვეყნის ელჩებს, რომლებიც 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ და ყვავილებით შეამკეს ჩვენი ეროვნული გმირების მემორიალი, რაც შეეხება სხვა დანარჩენს, რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც ჩალო პაპუაშვილი ბრალს დებს საელჩოებს, რომ ისინი შიდა საქმეებში ერევიან, საქართველოს სუვერენიტეტს ლახავენ. ამ ტიპის განცხადება, რა თქმა უნდა, მორიგი თავდასხმა არის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებზე. ხალხის ძალაში კი აცხადებენ, რომ საელჩოების დუმილი არის იმის აღიარება, რომ 9 აპრილის აქცია სწორედ მათი მხრიდან დაფინანსებული NGO-ების ორგანიზებული იყო. სამწუხაროდ არაფერს არ ამბობენ ის დონორი ორგანიზაციები და არც საელჩოები, რომლებიც აფინანსებენ იმ ეგრეთ წოდებულ NGO-ებს, რომლებმაც 9 აპრილს მოაწყოს პირდაპირ გაგებით პროვოკაციები და გამომდინარე აქედან დუმილი თანხმობის ნიშანია პრინციპით ჩვენ ხვდებით, რომ აღიარეს საელჩოებმა და დონორმა ორგანიზაციებმა, რომ დიახ მათი ფულით არის ეს პროვოკაციები თან 9 აპრილის მემორიალთან მოწყობილი. და ამაზე მეტი მტრობა საქართველოსი და საქართველოს სუვერენიტეტის რა უნდა იყოს. კონკრეტული ქვეყნების ელჩები 9 აპრილს მემორიალთან თავადაც იმყოფებოდნენ, თუმცა მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი მიმართვის მიუხედავად შეფასებები არ გაუკეთებიათ. მადლობა ლელა ჯავხიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სტატუსი გავრცელა, რომელსაც თან დაურთო 2 ვიდეო. მარცხენა ვიდეოში ბერლინია გასული წლის დეკემბერი კაცმა, რომელმაც სახს პიროტექნიკა ესროლა წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარა. გერმანიის პროკურატურა თავისუფლების 2 წლით აღკვეთას ითხოვდა. გუშინ მას გერმანულმა სასამართლომ 6 თვე მიუსაჯა პირობით, ვინაიდან განზრახვა ვერ დაადგინა. პროკურატურა სასჯელს არ ეთანხმება და განაჩენი გაასაჩივრა. მარჯვენა ვიდეო კი თბილისია. ასევე გასული წლის დეკემბერი. რამხელა უტიპრობაა, ვისაც ბერლინში როგორც მოძალადე სასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდა, წერს შალვა პაპუაშვილი. დაუსაბუთებელი და უარგუმენტო ასე აფასებს მმართველი გუნდი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალოვანი უწყების 4 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი უსამართლოა და საქართველოს ხელისუფლების შანტაჟის მცდელობები გრძელდება. ბრიტანეთის მთავრობა გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მიზეზი ადამიანის უფლებების დარღვევა გახდა. გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ლეგიტიმურად მიიჩნევს ოპოზიცია. პოლიტიკური გამხმაურებებით ქეთი ზანთარაია უერთდება კურიერს, ქეთი ეთერში ხარ. დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებით ოპოზიცია კმაყოფილია, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოფიციალური ლონდონის პოზიცია ეს არის სამართლებრივ საფუძველზე დაფუძნებული, დამსახურებული და ლეგიტიმური. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ სანქციების დაწესება კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით გაგრძელდეს და ამბობენ, რომ ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ კონკრეტული სახელმწიფოები და პარტნიორები საქართველოსი მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ სწორედ ქართულ ხალხს. ისინი მათ შორის სოლიდარული არიან ხოლმე ქართული ხალხის ბრძოლის მიმართ, თუმცა პირველ რიგში ეს სანქციები არის კონკრეტული სამართლებრივი, ასე ვთქვათ, ნორმების საფუძველზე მიღებული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მეორე, როდესაც დემოკრატიას ძირს უთხრი, როდესაც ადამიანების წამებაში და არავინ მოპოვებაში სისტემურად იღებს მონაწილეობას, ეს ხდება შემდგომში ლეგიტიმური საფუძველი შენი სანქციების დასავლურ სამყაროში. ფაქტები თქვენ იხილეთ, ყველა მიხილა ეს ფაქტები, ქუჩაში ადამიანებს აწამებდნენ, არადმონდე პრობლემები, რა თქმა უნდა, ეს ფაქტები იდოს ზედაპირზე და 21 საუკუნეში სოციალურ ქსელში შეგეძლოთ და ვაჭრობის ტელევიზიების მეშვეობით ეს ნიშნავს იმას, რომ სანქციები გაგრძელდება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მტკიცებულებები არსებობს იმის, რომ არიან იმ დამსახურებულად იმ სანქციების სიაში, რომლებიც მათ სამარცხვინოდ მიიღეს იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას და კანონმდებლობას დაუპირისპირდნენ იმ ძალით, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში მიუღებელია. ქვეყნის სუვერენიტეტის და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ასეთი არის სახელისუფლებო გუნდის და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების შეფასება. დღეს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ასე არ იქცევიან პარტნიორები, ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ეს არის სუბიექტური გადაწყვეტილება, რომელიც რეპუტაციულ დარტყმას აყენებს სწორედ დიდ ბრიტანეთს. ის რასაც ხედავ სანქციების ომთან მიმართებაში, რომელიც არის გაჩაღებული ჩვენი ქვეყნის მე ვიტყოდი რომ სუვერენიტეტის მიმართ, რომელსაც ამა თუ იმ უწყების პირების მიმართ ხდება ეს გამოყენება, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ აფიქრებინებს და
სრულიად ნათელი არის, რომ ხდება იმისთვის, რომ ინსტიტუციებზე მიიტანონ იერში. გულის ტკივილით მინდა აღნიშნო, რომ დიდი ბრიტანეთი მართლაც არის თავისი ისტორიით სანიმუშო ქვეყანა სამართლის ასპექტების მხრივ და დღეს, როდესაც დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში ვხედავთ ასე თუ არგუმენტო თუ ხშირ შემთხვევაში სუბიექტურ გადაწყვეტილებას, ეს ასევე მათი მის ძალიან დიდ დარტყმას აყენებს. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის პირდაპირი ნეგატიური განცხადებები ევროკავშირის და ევროსაბჭოს სტრუქტურების მიმართ, რომ ევროკავშირი და ევროსაბჭო უსამართლოდ ექცევა შეერთებულ შტატებს და კიდევ უფრო მძაფრი განცხადებები და სამწუხაროდ გასაკვირი არ არის, რომ ამ შემთხვევაში Deep State ეხლა კიდევ უფრო გაძლიერდა და მობილიზდა ევროკავშირის სტრუქტურებში და აქედან ებრძვის საქართველოს, ებრძვის იმ გაგებით, რაც შეუძლია, თორემ როგორ შეიძლება რომ თუ პარტნიორი ქვეყანა ხარ, პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები დააწესო, თანამდებობის პირების მიმართ სანქციები დააწესო და ხალხის მიერ არჩეული, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების თანამდებობებზე სანქციები დააწესო. ეს არის ჩვეულებრივი ხელწერა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება, როგორც დასრულდა ეს ყველაფერი შეერთებულ შტატებში. როგორც მოისმინეთ, სანქციები, რომელიც დააწესა გუშინ დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო პარტიისთვის და ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ეს არის კონკრეტული ძალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მათი ხელწერა. მადლობა ქეთი ზანთარაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის, რომლებიც დასაქმებულთა ინტერესებს წარმოადგენს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მხარეები ჯერჯერობით შედეგს ელოდებიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ CMC გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას და მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით მილიონიან ზარალზეა საუბარი, წლებია კომპანიას ამუშავებს. ის მიდგომა კი, რომ სწორედ ამ პასუხისმგებლობის, ანუ მორალური და არასამართლებრივი მხარის გამო ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ ფინანსური რესურსი თავად უნდა მოიძიოს, მათი შეფასებით სწორი მიდგომა არ არის. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბალანსის პოვნას ცდილობს, თუმცა ეს მარტივი არ არის, მათი თქმით, არ უკვირთ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის პოზიცია, რომ როდესაც CMC ზარალზეა, მათი ინტერესია მისი დახურვა, თუმცა მართველი გუნდის შეფასებით მსგავსი ბიზნესის წარმოებას თან ახლავს უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა, რაც კომპანიისთვის თავიდანვე ცხადი იყო. კომპანიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა ჭიათურების მიმართ და ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ წლებია კომპანია ამუშავებს სარალიან კომპანიას, საუბარი არ არის 1 და 2 მილიონ ზარალზე, არამედ ათეულობით მილიონ ზარალზე და აი ამ პირობებში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე არ მიგვეჩნია სწორად, რომ კომპანიას მეტი წნეხი ჰქონდეს შექმნილ სიტუაციაში და გამოსავალზე არ ფიქრობდეთ. ეს საკითხი უფრო მეტად მორალურია ვიდრე სამართლებრივი და შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომების განვითარება მნიშვნელოვანი არის, რომ ჩიხურის სიტუაცია იქნას სწორად გაანალიზებული იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელსაც კომპანია წლების განმავლობაში დავითარებდა ჭიათურის მიმართულებით. სამხრეთი კომისიის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მთელი რიგი, ასე ვთქვათ, განცხადებებიც გააკეთა და მიმდინარეობს კონტროლების და ოპტიმალური ვერსიების შემუშავება სიტუაციის გაჯასაღების და სტაბილიზაციის მიმართულებით. ერთის მხრივ გასაგებია კერძო კომპანიის პრიორიტეტები და ინტერესები, რომ მას არ უნდა რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტად, ასე ვთქვათ, უსასრულოდ წამგებიან რეჟიმში იმუშაოს, ეს ერთის მხრივ გასაგებია ბიზნესის მხრიდან, მეორეს მხრივ სახელმწიფოს მხრიდანაც და მოსახლეობის მხრიდანაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი არ დარჩეს სამსახურის გარეშე და ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ნებისმიერ ბიზნეს კომპანიას, მithumetes ამხელა ბიზნესს აკისრია ხოლმე, ეს სოციალური პასუხისმგებლობა იყოს სრულად გააზრებული და პატივცემული, ამიტომ სახელმწიფოს ინტერესი და როლი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ერთგვარი შუალედური, ოქროს შუალედი მივიპოვოთ, რომ ერთის მხრივ ბიზნეს ინტერესები იყოს დაცული, მაგრამ მოსახლეობის ინტერესებიც იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. ამ პროცესში არის ჩართული სახელმწიფო, სწორედ რომ აი ეს ოქროს შუალედი ვიპოვოთ და იმედია, რომ უახლოეს მომავალში ვიპოვით საუკეთესო გამოსავალს. სამპირი დააკავა კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით. საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებაზე. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულების სახლებიდან და სათბურებიდან ამოღებულია კანაფი.
14 წლის გოგონას მიმართ პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულია 45 წლის მამაკაცი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული Facebook-ის ყალბი გვერდებით 14 წლამდე ბავშვებთან ნდობაში შედიოდა, სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა და გაშიშვლებას თხოვდა. თებერვალში მამაკაცი 14 წლის გოგოს დაუკავშირდა, მუქარით აიძულა, შესულიყო აბაზანაში, ჩაერთო ვიდეოზარი, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა. არასრულწლოვანი თვეების განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო, დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დავაკავეთ პედოფილიაში მხილებული 45 წლის მამაკაცი, რომელიც 14 წლის გოგონას სოციალური ქსელის ყალბი გვერდების მეშვეობით უკავშირდებოდა. უმალავდა საკუთარ ასაკს და ვინაობას, წერდა სექსუალურ შინაარსის მესიჯებს, უგზავნიდა პორნოგრაფიულ ფოტო-ვიდეო მასალას და მსგავსი შინაარსის მასალის გაგზავნას მასაც თხოვდა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა ათეულობით პირთან, მათ შორის არასრულწლოვანებთან განხორციელებული მიმოწერები, პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რასაც გამოძიება დეტალურად შეისწავლის. საბიუჯეტო თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლის ამბარθებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა DGG-ს ყალბი დეკლარაციების დამზადება გამოყენებით კომპანია შეუქმნა ყალბი აქტივი და მოტყუები დაუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 639,000 ლარზე მეც. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიები დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში ბრალდებულმა მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით შემოსავლების სამსახურში წარადგინა DGG-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილი იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც მან კომპანია შეუქმნა DGG-ს ყალბი აქტივი. დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული მოტყუები დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ჯამში 630,684 ლარს. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. საოკუპაციო რეჟიმის თავდასხმა დნიპროზე დაღუპულია ერთი ადამიანი, დაჭრილია 9. რუსეთის ძალებმა ქალაქ ზეირიში დრონებით მიიტანეს. ზელენსკი რუსეთს საერთაშორისო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მოსკოვის საერთაშორისო კონტაქტებს პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს. უკრაინაში ომის დასრულებაზე საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი. ტრამპის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი სამხედრო დაპირისპირების შეჩერება. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, პროგრესი მოლაპარაკებების პროცესში შესამჩნევია და მხარეებთან დიალოგი აქტიურ რეჟიმშია. დონალდ ტრამპმა ისაუბრა რუსეთ-ამერიკას შორის პატიმრების გაცვლაზეც. თეთრსახლში ადასტურებენ, რომ ტარიფები ჩინეთისთვის 155%-მდე გაიზარდა. როგორც CNN წერს ინფორმაციით, თითქოს შტატებმა ჩინეთისთვის გადასახადები 125%-მდე გაზარდა, რეალური არ არის და ის ბევრად მეტია, რადგან ამ მაჩვენებელში არ შედიოდა მანამდე ჩინეთისთვის დაცებული 20%-იანი ფასდამატი. ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ნიუ-იორკში ვერტმფრენი ჩამოვარდნას, მათ შორის 3 მცირეწლოვანია. დაღუპულებს შორის 1 პილოტია, 5 კი ერთი ოჯახის წევრი. ოფიციალური წყაროების ანახვაც საჰაერო ტრანსპორტი ესპანელ ოჯახს ეკუთვნოდა. დაწყებულია გამოძიება.